ნება მომეცით განუმარტო როგორ ვხედავ გლობალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც M16 დგას. რადგან ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, თავად პრობლემის ბუნების არასწორად გაგებაა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ჩვენი სამყარო დღეს უფრო საშიში და დაპირისპირებულია, ვიდრე 10 წლების განმავლობაში იყო. კონფლიქტები ფართოვდება, ნდობა იკლებს, ხოლო ახალი ტექნოლოგიები აძლიერებს როგორც კონკურენციას, ისე ურთიერთდამოკიდებულებას. კონკურენცია იზრდება ყველგან, ზღვიდან კოსმოსამდე, ბრძოლის ველიდან საკონფერენციო დარბაზებამდე. ის ასევე მიმდინარეობს ჩვენი ცნობიერებისთვის, რადგან დეზინფორმაცია მანიპულირებს იმით, თუ როგორ გვესვის ერთმანეთის და საკუთარი თავისაც კი. დღეს თელ მსოფლიოში ვდგავართ არაერთი საფრთხის, არამედ უსაფრთხოების ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების ქსელის წინაშე. სამხედრო, ტექნოლოგიური, სოციალური, ეთიკური და პოლიტიკური ხასიათიც, რომელთაგან თითოეული სხვებს სხვადასხვა რთული გზით აყალიბებს. ჩვენ ვმოქმედებთ მშვიდობასა და ომს შორის არსებულ სივრცეში. ეს არ არის დროებითი მდგომარეობა ან თანდათანობითი გარდაუვალი ევოლუცია. ჩვენი სამყარო აქტიურად გარდაიქმნება, რაც ღრმა გავლენას ახდენს ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებში შექმნილი ინსტიტუტები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. ყალიბდება ახალი ბლოკები და იდენტობები, იცვლება ალიანსები. მრავალპოლარული კონკურენცია სულ უფრო მეტად ძაბავს მრავალმხრივ თანამშრომლობას. ამ გარდაქმნას განსაკუთრებით განასხვავებს მოწინავე ტექნოლოგიების გავლენა, ფაქტორი, რომელიც აჩქარებს ყველა საფრთხისა და შესაძლებლობის ტემპსა და მასშტაბს და მათ კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალურს ხდის. ამავდროულად ჩვენ საზოგადოებებში ნდობის საფუძვლები ირყევა, ინფორმაცია, რომელიც ოდესღაც გამაერთიანებელი ძალა იყო, სულ უფრო მეტად იარაღად იქცევა. სიცრუე ფაქტებზე სწრაფად ვრცელდება, რაც საზოგადოებებს ყოფს და რეალობას ამახინჯებს. ჩვენ ვცხოვრობთ ჰიპერკავშირების, მაგრამ ამავდროულად ღრმა იზოლაციის ეპოქაში. ალგორითმები აყალიბებენ ჩვენს მოსაზრებებს და ანგრევენ საზოგადოებრივ სივრცეებს. და როგორც ნდობა ინგრევა, ისე ინგრევა ჩვენი საერთო სიმართლის განცდაც. ეს ერთ-ერთი უდიდესი დანაკარგია, რაც საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს. 21 საუკუნის განმსაზღვრელი გამოწვევა არამხოლოდ ის არის, თუ ვინ ფლობს ყველაზე ძლიერ ტექნოლოგიებს, არამედ ის, თუ ვინ მართავს მას უდიდესი სიბრძნით. ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი კეთილდღეობა და ჩვენი ადამიანობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ჩვენი სამყარო ხელახლა იქმნება და პირველად ჩვენ ყველანი ამ გარდაქმნის ცენტრში ვართ. ტრადიციას დავარღვევ და ზოგადად გლობალურ საფრთხეებზე საუბრის ნაცვლად პუტინის რუსეთზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩვენ კვლავ ვაწყდებით აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული რუსეთის საფრთხეს, რომელიც უკრაინის დამორჩილებას და ნატოს შევიწროებას ცდილობს. ტრაგიკულია, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯებისა და მისი სურვილის გამო ძალით მოიპოვოს პატივისცემა. ის ჭიანურებს მოლაპარაკებებს და ომის ხარჯებს საკუთარ მოსახლეობას აკისრებს. თუმცა პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია. უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ზეწოლა გაგრძელდება, რადგან ეს ფუნდამენტურია არა მხოლოდ ევროპის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ გლობალური სტაბილურობისთვისაც.